ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას საქართველოს ღვინის სამშობლო და შესაბამისად ღვინო არა მხოლოდ პროდუქტია ჩვენთვის, არამედ ჩვენი ერთგვარი იდენტობის ნაწილიცაა, შესაბამისად ღვინით არაერთი საინტერესო პროდუქტი იქნება. ახლახანს ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი ინოვაციური საკვები პროდუქტის პირველი ბრენდი მარილა გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს ქართული ქვევრის ღვინის მარილს თავაზობს. ახალი პროდუქტი ქსელურ მარკეტებში დეკემბერში უკვე გამოჩნდა, თუმცა პროდუქტის შექმნასა და სრულყოფაზე დაახლოებით წელიწადზე მეტია მიმდინარეობს სამუშაოები. საიდან გაჩნდა ღვინის მარილის შექმნის ინსპირაცია, რამდენად საინტერესო აღმოჩნდა პროდუქტი მომხმარებლისთვის და რაც თავარია, როგორია განვითარების გეგმები. ვატო ვატიაშვილი მარილას დამფუძნებელი გვერდება ბიზნეს პოსტის სტუდიაში. მოგესალმებით ბატონო ვატო, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენი დროისთვის ბატონო ვატო. გიორგიმ საკმაოდ ვრცელი შესავალი გააკეთა და სანამ გადავიდოდეთ საწარმოო პროცესსა თუ გეგმებზე, პირველ რიგში ჩვენს მაყურებელს კარგად აუხსნათ ღვინის მარილის დანიშნულება, მისი თვისებები თუ რაში გამოიყენება ის. კი ბატონო, ეს არის პირველი ქართული ღვინის მარილი, რომელიც ფართო ასპარეზზე გამოვიდა და გაყიდვაში გამოვიდა ქართულ ბაზარზე. ჩვენი ინსპირაცია, ანუ ამ პროდუქტის ინსპირაცია იყო ჩემი მეუღლის მოგზაურობა საფრანგეთში, სადაც ბორდოში რაღაც მცირე ხელნაკეთი არტიზანულ მაღაზიაში, ხელნაკეთი საკვების არტიზანულ მაღაზიაში შეიძინა იქაური ფრანგული ღვინის მარილი და ჩამომიტანა, ძალიან კარგი პროდუქტი იყო, ყველაფერს ვაყრიდი აბსოლუტურად, სალათი იყო, სტეიკი იყო, თუ რაღაც მწვადი იყო, თუ მოხარშული ხორცი, აბსოლუტურად ყველაფერს უხდებოდა. რომ გამითავდა, მე რა მექნა, ხო? მოვიკლი აქაური ბაზარი, რაღაც ვიკითხე მაღაზიებში ის, არსად არავინ არ იცოდა ამის შესახებ და გადავწყვიტე მე შემექმნა ეს პროდუქტი. საინტერესოა როგორ ხდება წარმოება, დაამთავრეთ კი ბატონო და შემდეგ გითხავთ. მე შემექმნა ეს პროდუქტი, ძალიან ბევრი ექსპერიმენტი ჩავატარე. ეს არ არის მარტო რომ ავიღეთ საკვები მარილი და დავასხით ღვინო და გავაშრეთ, მთელი რიგი პროცედურებია და ჩვენი სპეციალური რეცეპტი შევქმნით, რომელსაც საქპატენტი იცავს. და შემდგომში უკვე გამოუშვით ეს ძალიან საინტერესო პროდუქტია და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომხმარებელს კიდევ უფრო მეტად აიტაცებს ამ პროდუქტს. საინტერესოა, რომელი ქართული ჯიშის ყურძნისგან იქნება ღვინის მარილი, როგორ ხდება მისი წარმოება და ასევე რამდენად, ასე ვთქვათ, სუფთა არის იგი თავისი შემცველობით. თავისი შემცველობით, ანუ ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ პრემიუმ ღვინოს, ეს არის რქაწითელი და საფერავი. და აუცილებლად ჩვენი ნიშა და ქართული ღვინის ნიშა რომ შევინარჩუნოთ, ეს უნდა იყოს აუცილებლად ქვევრის ღვინის მარილი. იმიტომ რომ ქვევრის ღვინის მარილს, როგორც წითელის შემთხვევაში, ასევე ქარვისფერის შემთხვევაში, აქვს თავისი პიგმენტი და უფრო მკვეთრი და ესეთი სასიამოვნო ინტენსიური არომატები. და შრობის პროცესში მოგეხსენებათ ღვინო, როცა ორთქლდება, მარილთან გვიტოვებს ამ თავის არომატებს და მხოლოდ ღვინოს და მხოლოდ მარილს ვიყენებთ, არავითარ სუნელს და არომატიზატორს ჩვენ არ ხმარობთ. კი ბატონო, ვახტანგ, პრინციპში თქვენ ახსენეთ დასაწყისში, რატომ გადაწყვიტეთ მისი წარმოება, თუმცა საინტერესოა მოთხოვნა როგორი იყო ბაზარზე, არსებობდა მოთხოვნა თუ არა, თუ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც მიწოდება აჩენს შემდგომში უკვე მოთხოვნას. მე ვფიქრობ, რომ ერთიც იყო და მეორეც, იმიტომ რომ დრო გავიკითხე მსგავსი პროდუქტის შესახებ თუ სმენიათ, ანუ ბევრს არ სმენია და ბევრმა არ იცოდა ამის შესახებ, მაგრამ დაინტერესება გამოითქვა, რომ რა მაგარია, აუცილებლად სცადე და გააკეთე და მეც ბევრმა ადამიანმა მხარი დამიჭირა ამ იდეის განხორციელებაში, მადლობა მინდა ყველას გადაუხადო. და ბოლოს შევქმენი ეს პროდუქტი. რამდენად აქტიურად იყიდება, რამდენად აიტაცა მომხმარებელმა. მართალია, ჯერ მხოლოდ ახალბედები ხართ ბაზარზე, ასე ვთქვათ, თუმცა როგორია დღეს მოთხოვნა და ასევე რას კარნახავთ ბაზარი, როგორ გეგმავთ განვითარებას. მოთხოვნა საკმაოდ არის, უკვე რამდენიმე ქსელურ მაღაზიაში შევიტანე და რაღაც ერთი თვის ჭრილში საკმაოდ ნორმალური შედეგი გვაქვს. გეგმავთ ექსპორტს. კი ბატონო. პირველი რაღაც მცირე პარტია უკვე ბრიტანეთში გავიდა და გვაქვს სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებები, ახლა გაზაფხულზე გალფის ქვეყნებს გვინდა შევთავაზოთ, უშუალოდ დუბაიში გვექნება შეხვედრები. რამდენად დაიმსახურა მოწვენება ბრიტანეთის ბაზარში თუ გვაქვს უკვე? ძალიან დაიმსახურა და სატესტოდ გავაგზავნეთ და ძალიან მოეწონათ და მე მცირე პარტია შეგვიკვეთეს უკვე. აქვე ჩაგეკითხებით ძალიან მოკლედ ბატონო ვახტანგ, საინტერესოა, საფრანგეთი ახსენეთ. სხვა ქვეყნები თუ გაქვთ ინფორმაცია, რომლები აწარმოებენ კიდევ მსგავს მარილს, ან თუ ხდება სხვაგანაც წარმოება. ქვევრი ალბათ ჩვენი იდენტობის ნაწილია. ქვევრი არის ჩვენი იდენტობის ნაწილი და ზუსტად ჩვენი მარილას
უნიკალურობა იმაშია, რომ მზადდება მხოლოდ ქართული ქვევრის ღვინის მარილისგან და სხვაგან ქვევრი არ არის, შესაბამისად ჩვენ ვართ ამაში პირველები და უნიკალურები. ბატონო ვახტანგ, ძალიან საინტერესოა, საინტერესო გეგმები გაქვთ, რომელიც მოგვიანებით განვავრცოთ კიდევ. თუმცა საინტერესოა ამ ეტაპზე გითხარით წლიური წარმოება როგორი არის დღეს და ამ მიმართულებით გეგმა როგორია უახლოეს პერიოდში. გეგმა არის, რა თქმა უნდა, გაფართოება, იმიტომ რომ 2024 წელს იგეგმება უკვე რემონტის სტადიაშია ჩვენი საწარმო, იქნება შოურუმი და რა თქმა უნდა, წარმადობასაც გავზრდით. დეკემბერში ვეგეგმავთ, შოურუმის წელს გაგეგმავთ, წელს ვერ ესწრება სამწუხაროდ და უკვე იანვარ-თებერვალში იქნება და აუცილებლად მოგიწვევთ. კი ბატონო, გალფის ქვეყნები ახსენეთ, თქვით ბრიტანეთი, ევროპაში მაინც ღვინო კიდევ უფრო მეტად კულტურის ნაწილია. საინტერესოა ევროპის ქვეყნებსაც თუ განიხილავთ ეს კი, აუცილებლად. თუ გაჩნდა გარკვეული ნიშნები ამ კუთხით. აუცილებლად იტალიაში ვიყავით ზუსტად ამ ვიზიტით, ერთი თვე ფაქტიურად მთელი იტალია მოვიარეთ და ბევრ ადამიანს ვაჩვენეთ და ბევრმა მათგან არ იცოდა, იმიტომ რომ ძალიან ნიშური და ძალიან უნიკალურია ეს პროდუქტი და იქაც გამოითქვა დაინტერესება და დღემდე გვაქვს ეს კონტაქტები და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. კი ბატონო, აი რადგან ექსპორტზე და უცხოეთის ბაზრების ათვისებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გკითხოთ სხვადასხვა საკვების გამოფენების შესახებ, იმიტომ რომ იგივე ქართულ ექსპორტიორებს ძალიან ეხმარებათ ისინი ახალი ბაზრების ათვისებაში. ძალიან საინტერესოა თუ იყენებთ ზოგადად საერთაშორისო გამოფენების პლატფორმას ამ მიმართულებით და როგორ გგონიათ, ანუ საშუალოებიან პერსპექტივაში რამდენად დაგეხმარებათ ის ახალი ბაზრების ათვისებაში, რომელის მიმართულებითაც ძალიან კარგი გეგმები გაქვთ და წარმატებას გისურვებთ. კი ბატონო, ანუ ჩვენ როგორც ახლა ახალი ბრენდი არ მიგვიღია მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებში, მაგრამ მომავალი წლიდან აუცილებლად ვგეგმავთ ამ მიმართულებით მუშაობას და განვახორციელებთ ამას. კიდევ გეგმავთ სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის მიღებას, წარმოების გაფართოების მიზნით, ისეთი როგორც არის აწარმოე საქართველოს პროექტში, აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას და იმედია გავიმარჯვებთ. კი ბატონო, გეგმებზე როდესაც ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გკითხოთ სხვა ქართულ ჯიშებზე. ძალიან ბევრი ქართული ჯიშის ყურძენი გვაქვს. საინტერესოა საფერავის და რქაწითელის შემდგომ, რომელიც ასე თქვა ჩვენი ფლაგმანი ჯიშებია, თუ აპირებთ თქვენ სხვა ქართული ყურძნისგან დაამზადოთ, ასე თქვა ღვინის მარილი. აუცილებლად, ეხლაც დავარგების პროცესშია ქისი და ხიხვი და კიდევ მომავალი წლიდან გვექნება ვარდისფერი, ანუ ესე ეგრეთ წოდებულ როზე. ძალიან განსხვავებული იქნება და ის არა მარტო სტეიქს, სალატს და სხვა საკვებს მოუხდება, არამედ მოუხდება ძალიან კოქტეილებს და ესეთ კლუბურს ასმელებს ეს ვარდისფერი გაალამაზებს კოქტეილებს. კი ბატონო, ვახტანგ, თქვენ ახსენეთ ახლა სხვადასხვა კერძები, რომლითაც გამოიყენება თქვენი პროდუქცია. ძალიან საინტერესოა სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან დამზადებული მარილი, ასე ვთქვათ, რომელი ტიპის კერძებზე უფრო მეტად, ასე ვთქვათ, გამოიყენება, იქნება იგივე საფერავის სტეიკის მიმართულებით თუ ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ანუ როგორც ვიცით, ხო, რა ფერის ღვინოც არის, ზუსტად იმ ფერის საკვებს უხდება, შესაბამისად, აქაც ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს, რაც გამისინჯავს და გამიკეთებია, ზუსტად ასეა. რა წითელი ღვინის მარილი უხდება მწვადს, სტეიქს, ქართულ სამზარეულოში კიდე ხაშლამას ძალიან უხდება და ძალიან საინტერესო პროდუქტია, გეთანხმებით. მე არ გამისინჯავს და აუცილებლად დავაგებულებ და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ბაზარიც ძალიან მალე აიტაცებს თქვენ პროდუქტს და გისურვებთ წარმატებას, ძალიან კარგ საქმეში. მაყურებელს შევახსენებ, ვახტანგ ვატიაშვილი მარილას დაფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი და საუბრობდით პირველ ინოვაციურ პროდუქტზე, რომელსაც ჰქვია ქვევრის ღვინის მარილი.